რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავარი არის ეს ბრალდება არის ერთის მხრივ პირადი შურიძიება ივანიშვილის და მეორე მხრივ კრემლის სასარგებლო ქმედება, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება და საკუთარი მიწა-წყლის დაცვა ბრალდებად გასაღება ეს არის მხოლოდ ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესებში, რაც გაგრძელებაა ვიძინა ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიშის, ისევე როგორც საკუთარ ქვეყანაზე ომის გადაბრალების კომისარი წოლუკიანის კომისიაში. შესაბამისად, ბუნებრივია ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში როდესაც ხარ პოლიტიკაში, მაგრამ ეს სალსახად აჩვენებს ორ რამეს, პირად შურიძიებას ივანიშვილის თქვენ გახსოვთ მისი მუქარა წინასაარჩევნო პერიოდში და მეორე მხრივ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიების წინააღმდეგ ღია სვლას, რაც არის ყველაზე მძიმე ამ მოცემულობაში. კი ბატონო, რაც შეეხება კომისიაზე მის დაბარებას, ხელმეორედ, როგორც ვიცი, წინა შემთხვევაში პარტიაში აზრი ორად იყო გაყოფილი, ახლა თქვენი აზრით უნდა მივიდეს თუ არა ხელმეორედ წულუკიანის კომისიაზე საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია. გიორგი გახარიას არასდროს არ ქონია დასამალი არაფერი, მით უფრო როდესაც საუბარი არის ქვეყნის სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ამიტომ ბუნებრივია ეს მისი გადაწყვეტილება უშუალოდ აქ პარტია არაფერს შუაში არ არის, მაგრამ თქვენ ნახეთ, ის უკვე ერთხელ იყო მისული კომისიაზე და ღიად განაცხადა მათ შორის ჩორჩანაზე, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა იმსახურებოდა ქართულ მეტწყლის დაცვას, საუბარი არის იმ დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომელსაც მარიონეტული რეჟიმი ოკუპირებული ცხინვალის დაცხადებდა როგორც შორჩანას დღეზე, სადაც უკვე მონიშნები იყო გაკეთებული, ასევე თრუსოს ხეობაზე, კობზე, გუდაურზე, რაჭის ტერიტორიაზე, ოდეში ტერიტორიულ ერთეულზე და აი ახლა როდესაც ის ხალხი, რომელიც 2019 წელს ამ საკუშაგოს ჩადგმას ღიად მხარს უჭერდა, მიდის და უარყოფს თავისივე სიტყვებს, ეს ივანიშვილის მსახურებაა, ისევე როგორც კრემლის ერთობლივად და ამიტომ არის ივანიშვილის ის უნდა მივიდეს კომისიაზე, როგორ ფიქრობთ? საფრთხის შემცველი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, როდესაც ამას ისინი აკეთებენ, რაც გზავნილია ოკუპანტებისთვის დამატებითი მოპატიჟება, რომ არანაირი დაცვა არც ხალხის, არც ტერიტორიის არ მოხდება და მე დღეს ვნახე დავით კაცარავას კადრები, დამატებითი მავთულფლართების გავლება მიმდინარეობს საქართველოს სიღრმეში და პოლიციას კი არ დგას იქ, რომელიც ამ პროცესს თვალს მიედევნებდა არათუ რაიმე ტიპის განცხადება და მათ შორის ის ტყუილი, როდესაც ამბობდნენ ისინი, რომ ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანას, ამ ფაქტითაც დასტურდება, იმიტომ რომ ორდერიზაცია, ცოცხალი ოკუპაცია და ადამიანების ყრილობები, გადაცებები და უკანონო პატიმრობები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არის 2012 წლიდან იწყება ეს ყველაფერი და ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ოცნების პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქართული მიწა-წყლის და მოსახლეობის დაცვა ჩორჩანას საგუშაგოს შემთხვევაში, როდესაც ამაზე ბრალის წარდგენება მიმდინარეობს, ეს ღიად კრემლის თამაშია და სხვა არაფერი. ვისთან იყო შეთანხმებული თეონა, რომ გითხრათ ჩორჩანას საგუშაგო, ჩვენ მოვისმინეთ თქვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განმარტებები მის შესახებ, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმირებული იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თუმცა საქმის კურსში არ იყო ჩაყენებული სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური. უფრო მეტი რომ გითხრათ ამ თემის შესახებ. გიორგი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თუნდაც სუპერძალოვანი მინისტრი გიორგი გახარია ამას მარტო როგორ შეიძლება და მით უფრო საუბარი არ არის მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, საუბარი არის ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ჩორჩანას დღე არის უღრანი დღე და ოკუპანტებს ჰქონდათ უკვე დაწყებული როგორც მონიშნები დღეში, რისი დასტურით ერთის მხრივ კაცარავას ვიდეო მტკიცებულებებია და სუსის განცხადება, რომელიც არაერთხელ განიხილეს ელგნეთის შეხვედრებზე, IPRM-ზე. არამედ მათ შორის ამ უღრან დღეში გააჭრა გზის ამას სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და ის მანქანები, რომელიც ამ გასაჭრელად მუშაობდნენ ამ გზის უკაცრავად, ეს არ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, არამედ მათ შორის სხვა შესაბამის უწყებებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროზე იყო საუბარი, გამგეობა რა თქმა უნდა ჩართული იყო, ბუნებრივია შეუძლებელია ასეთი რამის გაკეთება კონსპირაციულად, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარი არის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მოსახლეობის დაცვაზე. ამიტომ ეხლა იმ ტყუილების ლაპარაკი, რომ არავინ არ იცოდა და გიორგი გახარიამ გააკეთა, აი მოდით რომ გავზომოთ, რას ლაპარაკობენ ისინი. ისინი ამბობენ, რომ კიდეღა მომი დაიწყო და მოცემულობა არის, რომ პირველად მშვიდობიერად მოხდა საკუთარი ქვეყნის და მიწა-წყლის დაცვა და მოსახლეობის და არაფერი ომი ამას არ მოყოლია, 2025 წელი, 2019 წლიდან და ეს საგუშაგო დღესაც იდგა, შესაბამისად
საგუშაგო აღებას მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ითხოვდა მარიონეტული რეჟიმის ცხინვალის, ეს საგუშაგო იქ არის, ამიტომ ეს რეალობა არსებობს და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ მიყვებით ოცნების ლოგიკას, ისინი ამბობენ, რომ რაღაცა უამრავ მილიონი ჰექტარი დაიკარგაო და deep state-მა დაგონიშნა გახარიაო და ნუ რას ამბობენ, რომ მათ დაუშვეს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა, ისევე როგორც დანიშნეს კაცი, რომელთაც ამ ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას ედავებიან და ეს ღალატი არ არის და ეს სისხლისამართლე დანაშაული არ არის. აი ეს არის კიდევ ერთხელ არის მე მახსენდება დავით გარიჯის კამპანია, როგორც შენს ეს იყო საწყისი სტარტი მანიპულირებით ამორჩევლის გრძნობებზე, მანიპულაციის გზით ძალაუფლების შენარჩუნების და საბოლოო ჯამში ეს ომი და მშვიდობის ეს ცრუ დილემა, რომელიც მათ შემოიტანეს, რომელიც ღიად საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული ცნობის წინააღმდეგარი და რომელიც მშვიდობას კი არა, კიდევ უფრო დამატებით უბედურებას და საფრთხეს აძლევს ქვეყანას, ეს არის ამ ხაზის გაგრძელება. შესაბამისად, კვლავ სურთ მათ ომით და მშვიდობის თემით მანიპულირება დაადანაშაულონ გიორგი გახარია, რომელიც ძალიან მალევე რაღაცა ერთი თვე იყო თორშტები განსხვავება უკვე პრემიერად დანიშნეს, ეს უბრალოდ მთლობაა ერთის მხრივ პროპაგანდისტულად ყავა ეს ომის საფრთხის თემის შემოტანის და პოლიტიკური ველის მოსუფთავების განსაკუთრებით მაშინ გასაგებია. თეონა, სიცხადე რომ შევძინოთ ამ საკითხს, თქვენი პირადი პოზიცია რომ გითხრათ, თქვენ ახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ კონკრეტულ კითხვებს პასუხები გასცეს, თუმცა როგორ ფიქრობთ ახლა ხელმეორედ გიორგი გახარიას მისვლა პარლამენტში როგორ იქნება აღქმული, მათ შორის თქვენი ამორჩევლების მხრიდან? მე ვერ გიპასუხებ ჩვენი ამორჩევლების ნაცვლად, შესაბამისად ამაზე თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, რომ ის უკვე იყო ერთხელ კომისიაზე მისული, შესაბამისად მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მისია, მაგრამ ის რომ პროკურატურაში ხდება გამოძიება და არა თუნდაც იმ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე ეგრეთ წოდებული მოწმეების, ეს ძალიან ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომელიც ძალიან საშიშია საქართველოს სუვერენიტეტ და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ახლა მამუკა ხაზარაძესაც იბარებენ და საერთოდ არის მე მგონი ინგლისური ვინც იცის საქართველოში და ვისაც კი როდესმე დიპლომატთან უსაუბრია, ამის კრიმინალიზაციას ახდენენ ისინი, იმიტომ რომ მათ შორის ეს საკითხიც იყო წამოწეული კომისარ წოლუკიანის კანტორაში დაბარების მიზეზად. შესაბამისად ეს არის რეპრესიები, ეს არის ივანიშვილის ვენდეტა და ეს არის კრემლის გზა, რომელსაც ყარად ადგას ივანიშვილი, ამიტომ წინააღმდეგობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ პროცესში და რათავარია მიტანა სიმართლის იმ მოქალაქეებისადმი, რომლებსაც დღემდე ატყუებს რეჟიმი საპირისპიროში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის პარტიამ უსაფრთხოების საბჭო გააუქმა, ამის შესახებაც გითხარით, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ამ ფუნქციას შეითავსებს საქართველოს მთავრობა. კი ბატონო, გიორგი, მე გახდით ეროვნული უშუალოების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014 წლებში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს და ეს იყო უკანასკნელი უშუალოების საბჭო, რომელიც კონსტიტუციაში არსებობდა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ბევრად ადრე დაიწყო უსაფრთხოების სექტორის ნგრევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უშუალოების საბჭო, რომელიც კონსტიტუციით არსებობდა პრეზიდენტთან შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო ჯერ კიდევ 2015 წლიდან და 2017 წლის დეკემბერში ეს უსაფრთხოების საბჭო გააუქმეს კანონით და შემდგომ 2018-ში, როდესაც კონსტიტუცია ძალაში შევიდა და სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, უშუალოების საბჭოს გააუქმა. ამიტომ ჩვენ უკვე გვქონდა პრაქტიკაში ერთხელ, როდესაც ორი სათაურის ნაცვლად არც ერთი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც 2-ია ნორმალური და არც 0 და მით უფრო მაშინ, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მზარდია დღეს. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, ჩემთვის ამ
სფეროში რომ მომუშავე პირისთვის ეს არის ღია განაცხადი, ოღონდ უკვე საბოლოო და რახან მეორეჯერ აკეთებენ ამას იმისა, რომ ფორმალური ინსტიტუტების კი, რომელიც პროასჩობილი იყო 2019 წელს შექმნეს უსაფრთხოების საბჭო და ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს, რომელიც შარშან პარლამენტმა დაამტკიცა ამას არ უთვლი, არც კი მოუწევია უსაფრთხოების საბჭო. თვითონ ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც ებრძოდა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის იმ მნიშვნელოვან ორგანოს, რომელსაც უშიშროების საბჭო ერქვა და შეგახსენებთ, რომ 94 წლიდან აქვს საქართველოს კონსტიტუციით უშიშროების საბჭო და იქამდე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსაც არსებობდა, ამიტომ ის ინსტიტუტი, რომელიც სასწრაფოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უსაფრთხოების დაცვისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბების და კოორდინაციისთვის, კოლექტიური ორგანოს მეშვეობით, მისი გაუქმება მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერს არ აკეთებდა ბოლო პერიოდი ეს საბჭო და მათ შორის უსაფრთხოების კონცეფციაც, რომელიც 2011 წლიდან არ განახლებულა და რომლის სამუშაო ვერსია უკრაინის ომის გამოცხადებამდე არსებობდა, მაგრამ არ მიიღეს და შეგნებულად არ მიიღეს, რომ ოფიციალური პოლიტიკა დაწერილი არ ყოფილიყო. აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ფაქტობრივად დამოუკიდებლობა კლავენ ისინი, იმიტომ რომ დამოუკიდებელ ქვეყანას, რომლის 20% განსაკუთრებით ოკუპირებული აქვს, არ ქონდეს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციისთვის სათათბირო ორგანო, ეს კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იმ საბჭოთა წარსულში, როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები საქართველოს არ ქონია. ამიტომ ეს არის კიდევ ერთი განაცხადი დაზვერვის სამსახურის გაუქმების შემდგომ, განსაკუთრებით და სუსტან შეერთების შემდგომ, რომ ბიზნეს ევანიშვილის უსაფრთხოებას იცავენ ისინი და საქართველოს უსაფრთხოება ბოდეში და სუფასაფრთხო კიდია. დიდი მადლობა თეონა პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს თეონა აქუბარდია პასუხობდა. გიორგი